საკმაოდ მშვიდად გამოიყურებით, მე კი ძალიან ავღელდი, რომ გავიგე ნიკას დაკავების თაობაზე. მითხარით, გაქვთ თუ არა რაიმე მეტი ინფორმაცია, ხომ არ გაგიგიათ სად არის ის და თქვენ რა შეფასებას მისცემთ აი იმ ფაქტს, რომ ხვალ უნდა ყოფილიყო ნიკას სასამართლო, დღეს მას ვადა ჰქონდა, ჯერ კიდევ 12 საათამდე გირაოს გადახდის და მოხდა ესე აგრესიული მეთოდებით ჩასაფრებით მისი დაკავება თუ გატაცება თუ რას დაარქმევთ თქვენ? როგორც ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში, აქაც ნიკა მელიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სისტემას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მან განაცხადა, რომ არაპირებს სასამართლოში მისვლას, რაც მიცის სრული უფლება არის, რომ არ მივიდეს სასამართლოში და ხვალ ოფისში ვაპირებდით მისვლას, ის წინასწარ ამბობდა, რომ რა თქმა უნდა არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა, არა იმიტომ, რომ რაღაცა აზრი არ აქვს არანაირი, აბსოლუტურად შეგნებულად მან პრინციპული პოზიცია როგორც ზურამ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ნიკა გვარამიამ, ასევე ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ არანაირი რაღაც ციხის მუქარა მის პრინციპულ პოზიციას ამ კომისიასთან დაკავშირებით ვერ შეცვლის, გირაოსთან დაკავშირებით ვერ შეცვლის. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენ ვიცოდით, რომ ხვალ მას წაიყვანდნენ, 2 საათზე ვიკრიბებოდით და გეგმილი იყო მის ოფისში შეკრება და მან გაუჩინა თავსატეხი იმითი, რომ განაცხადა, რომ არ მივა და იმდენად ეშინია კონფრონტაციის, იმდენად ეშინია და ოფისში შესვლის ქართულ ოცნებას, რომ ესეა სრულიად ყველანაირი საფუძვლის გარეშე გადააყენეს, წაართვეს ტელეფონები, დაცვას, მასაც და გაიტაცეს. ეხლა ამ მომენტისთვის მას ქვია გატაცებული, ადვოკატი მივიდა და არკვევს, მეტი დეტალი ჯერ არ აგვაქვს. გაირკვევა, მაგრამ ამას ქვია, რა თქმა უნდა, გატაცება, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენ შეცდომას უშვებს, რამდენ უკანონობას ჩადის ხელისუფლება, მაშინ როდესაც ის აი ამ ფაქტის წინაშე დგება, რომ მას პოლიტიკოსები თუ მოქალაქეები არ ემორჩილებიან, არ აღიარებენ, არ ეშინიათ და ძალიან წელგამართული, ძალიან ჩვეულებრივად ამბობენ, რომ კი ბატონო, შენ შეგილია, რომ ამ ციხით მე მემუქრო, მაგრამ ჩემ პოლიტიკურ შეხედულებად, ჩემ პრინციპულ პოზიციას შენ ვერ შეცვლი. შემდეგი ვინც ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს და არ იხდის გირაოს არის ნიკა გვარამია. თუმცა ვინც იხდის გირაოს და ვინც გადაიხადა, მათი ამბავიც არ არის ასე ბოლომდე, ისინიაც არ არიან დაზღვეულები, ნებისმიერ მომენტში შეიძლება იგივე მოხდეს. ელენე, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს უფრო გატაცებაა და მართლაც გატაცებას გავს. შემთხვევით შეესწრნენ ჟურნალისტები, მე მერთვებოდნენ პოდკასტის ავტორები და წამყვანები სწორედ პირდაპირ ეთერში და ანუ ძალიან დიდხანს ვერ გავიგებდით სად არის და სად გაქრა ნიკა მელია. ძალიან დიდხანს ვერ გავიგებდით. აი ეს ქცევა თქვენი აზრით, ჯერ საერთოდ ამ ქცევას რა შეფასება უნდა მივცეთ? რა სახელმწიფოა ეს? სადაც ადამიანებს ჯერ ერთი ქვეყნიდან იტაცებენ და მეორე ქვეყანაში აღმოჩნდებიან, ქუჩიდან იტაცებენ და სად არის ამ დრომდე არ ვიცით ამ შემთხვევაში ნიკა მელიას ვგულისხმობ და რისი შეეშინდა ივანიშვილის რეჟიმს, რომ აი ხვალ თქვენ თქვით, რომ ვიკრიბებოდითო ოფისშიო, რაიმე არეულობის შეეშინდა, თუ აი რა რითი ახსნით ასეთ ქცევას? პოლიცია არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში, მათ ეშინიათ ხალხის ცუდ მდგომარეობაში მე არ გულისხმობ, რომ ისინი რაღაცა ვერ მოქმედებენ, ბუნებრივია მათ შეუძლიათ გაიტაცონ ყველაფერი, კანონი არ არის მათი შემზღუდველი, აბსოლუტურად არაფერში. ამასთანავე მათ ეშინიათ ხალხთან აი ესე რაღაცა მისვლა, როგორც ზურას შემთხვევაში გახსოვთ ხო, მთელი სასამართლოს ეზოც კი გადაკეტილი იყო, ანუ აბსოლუტურად უკანონოდ ეზოშიც კი არავის არ უშვებდნენ, დიდი ხანი ცოლს არ უშვებდნენ. ამ შემთხვევაშიც მათ ეშინიათ იმ სამართლიანი რისხვის თუ არ ვიცი მე იმ რეაქციის, რომელიც ხალხში ამას მოყვება და ბუნებრივია ხვალ ნიკასთან ოფისში ბევრი ადამიანი იქნება და ნიკამ ღიად განაცხადა, რომ იმ მასკარადზე მისვლას, რაც ჩვენ ზურასთან ვიხდით, ის არ აპირებდა. ეხლა რა ტიპის ქვეყანაა და ეს ჩვენთვის ახალი არ არის, დაჭერებიც რო, გატაცებებიც, ცემაც და ასე შემდეგ, რომ ამ ქვეყანაში ხდება, ესე ჩვენთვის ახალი არ არის. სწორედ იმიტომ, რომ ესეთი ქვეყანაა, ამიტომ მოიქცა ნიკა მელია პრინციპულად და ღირსეულად, ზურაც, ირაკლი ოქრუაშვილით, ნიკა გვარამიაც და ყველა ვინც არ მივიდა კომისიაზე, მიუხედავად იმისა გირაოზე როგორ მოიქცენ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემა, რომელსაც არაფერი არ ზღუდავს, არც მორალი, არც პოლიტიკა, არც ინსტიტუტები, არც კონსტიტუცია, ბუნებრივია, არც კანონი, არაფერი,
ამ სისტემას უნდა ასე დაუპირისპირდე, რომ მას ეშინოდეს შენთან ოფისში მოსვლის, მას ეშინოდეს შენი სასამართლოში მისვლის, მას ეშინოდეს შენთან შეხების და კი ბატონო შეუულიათ რაღაც პერიოდი შეზღუდონ ეს თავისუფლება, ნიკა ამაზე აბსოლუტურად გამიზნულად, გააზრებულად მიდიოდა, ამითი ვერავის ისინი ვერ დააშინებენ, ამ ყველაფრისთვის მზად იყო, ყველა ვინც ამ მუხლეთ წავიდა, სისტემამ კი კიდევ ერთხელ გააშიშყო თავისთავად, სწორედ ამიტომ არ ეკონტაქტება მათ ამერიკა, სწორედ ამიტომ მათ ეძახიან რუსულ რეჟიმს, სწორედ ამიტომ მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა, სწორედ ამიტომ წყდება ფინანსური დახმარება ამ ქვეყნისთვის, სწორედ ამიტომ მათ არავინ არ ართმევს ხელს და არავინ არ აპირებს მათთან ურთიერთობას. ეს არის ამ ტიპის რეჟიმებს აქცევენ იზოლაციაში და გარდა იზოლაციისა ბუნებრივია, რომ ძალიან მოსალოდნელია გაგრძელება სანქციების რეჟიმის სხვადასხვა ფორმის კი, მით უმეტეს იმ წერილების და იმ ქცევების მერე, რაც თუნდაც შეერთებული შტატების ელჩის მიმართ და ასევე ზოგადად აი ეს ანტიამერიკული განცხადებები, რომელიც ასე მომძლავრდა ბოლო დროს განსაკუთრებით, ამ ყველაფრის შემდეგ ცხადია მოსალოდნელია. ელენე, თქვენ თქვით, რომ აი ნიკა მელია უკვე დაკავებულია, ნიკა გვარამია იქნება სავარაუდოდ შემდეგი, ზურა ჯაფარიძეც დაკავებულია. ეს რისკები გათვლილი თუ გაქვთ კოალიციაში? მე მესმის, რომ ეს სწორი ნაბიჯებია და დაუმორჩილებლობას, არ შეგუებას გამოხატავს, მაგრამ რამდენად ზიანდება პოლიტიკურად თუნდაც თქვენი კოალიცია და საერთოდ მთელი ეს პროცესი. საპროტესტო პროცესი აბსოლუტურად გათვლილია, ეს აბსოლუტურად გათვლილია, რისკებიც გათვლილია, ჯერ ერთი, მეორე, ამაზე მეტიც. ეს არის ბრძოლის სტრატეგია. დღეს ქართული ოცნება დაასდევს და იჭერს რეპრესიები, ეს რეპრესიები სულ იყო და იქნება. მაგრამ დღეს ხდება პირიქით, ქართული ოცნება ვერ ტეხავს ოპოზიციას, ქართული ოცნება ვერ აიძულებს ოპოზიციას, რომ ის აღიაროს, მისი ლეგიტიმაცია აღიაროს და ცრუ ყალ პროცესებში შეიყვანოს ქართული ოპოზიცია. ეს არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება, არც ზურასი, არც ოქრუაშვილის, არც მელიასი, არც გვარამიასი. ეს არის ბრძოლის სტრატეგიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ რეჟიმი იგებს და ჩვენი პარტნიორები იგებენ, რომ ჩვენ გვყავს იმ ტიპის ოპოზიცია, რომელიც არაფრის ფასად მათ აღიარებას არ აპირებს. რაც შეეხება გარეთ პოლიტიკურ პროცესს, ბუნებრივია გარეთ პოლიტიკური პროცესი გრძელდება, აი ესეთ მომენტებში აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ბუნებრივია არის სოლიდარული და არის ერთად პოლიტპატიმრების მხარდაჭერაში, ბუნებრივია უკვე მიდის რეაქციები ჩვენ პარტნიორებთან, ხალხშიც არის ზურას შემთხვევაშიც, ეხლაც უკვე ჩანს ძალიან დიდი სოლიდარობა, ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ყველას ოპოზიციაში გვაქვს და ზოგადად აი ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში ყველას აქვს თავის ფუნქცია და როლი, ყველას ვერ დაიჭერენ და იმ ფუნქციას, რომელიც დღეს ეკისრება ოპოზიციას, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ოპოზიციაში ამის რესურსი არის, ეს იყო გააზრებული, დაგეგმილი, წინასწარ ყველაფერი ცნობილი, არანაირი ეს იმპულსური ქმედება არ არის, ეს არის ნაბიჯები, რომელიც რეჟიმს ასუსტებს და ასე უნდა იქცეოდეს სწორედ ოპოზიცია ამ ტიპის რეჟიმებში. ამიტომ დღეს ზურას დაჭერის დღესაც, ოქროაშვილის დაჭერის დღესაც და გვარამიას დაჭერის დღესაც სინამდვილეში ჩვენ გვაქვს მაგალითი სისტემასთან დაპირისპირების ბრძოლის იმ პოლიტიკური ქმედებებით და იმ დღის წესრიგის შექმნით, რომელზეც სულ ლაპარაკობთ, რომ დიახ, ოპოზიციამ უნდა შექმნას დღის წესრიგი და დიახ, ოპოზიციამ უნდა გაუჩინოს თავსატეხი სისტემას, ამხილოს სისტემა, არ დაემორჩილოს. ამიტომ ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ გარეთაც, შიგნითაც, ნაწილს დაიჭერენ, ყველას ვერ დაიჭერენ. ბრძოლა სწორედ ამ შემართებით აუცილებლად შეარყეს. ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ელენე, დიდი მადლობა, მხნეობა, გამძლეობა, გამარჯვება და ჩემი თანადგომა და აქედან თავისუფლება ნიკა მელიას და კიდევ ერთ პოლიტპატიმარს და ყველა პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, ჩემი სოლიდარობა ელენეს ვემშვიდობები და